აპოლონ 11-ის ასტრონავტები მთვარეზე 1969 წლის ივლისში დასხდნენ და მას შემდეგ იქ გამგზავრების მცდელობაც კი აღარ ყოფილა. მთვარის მისიაზე იმ მომენტისთვის 110 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯული იყო და ამერიკელებს ყველაფერი ჰქონდათ საიმისოდ, რომ თანამგზავრზე ფრენები გაეგრძელებინათ და უფრო მეტიც, მისიის ფარგლებში მთვარეზე ბაზების შექმნაც კი იგეგმებოდა. მაგრამ უცბად ყველაფერი შეაჩერეს. უფრო სწორად დაფინანსება შეწყდა და პროექტი დაიხურა. როგორც დღეს NASA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, იმ დროს ასტრონავტებს განსაკუთრებული მომზადება გავლილი არ ჰქონიათ და მათ მხოლოდ ის ევალებოდათ, რომ მთვარეზე დამსხდარიყვნენ და უკან დაბრუნებულიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც, ხოლო მთვარის შემდგომი ათვისებისთვის არც мотивация არსებობდა და არც ფინანსური საშუალება. ეს მთვარის მისიის შეჩერების ოფიციალური ვერსიაა, თუმცა არსებობს არაოფიციალურიც. მაგალითად ის, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს კოსმოსის ათვისებაში ეჯიბრებოდა. ჯერ საბჭოთა კავშირმა გაუშვა კოსმოსში პირველი ადამიანი, ხოლო როდესაც ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დასხდნენ, ანგარიში გათანაბრდა. ამის გარდა არის კიდევ ერთი პოპულარული ვერსია, რომლის თანახმად ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე რაიმე ან ვინმე ნახეს და ამის გამო იქ გამოჩენის სურვილი თუ საშუალება აღარ ჰქონდათ. ამჟამად როგორც NASA ისე როსკოსმოსი მთვარის ზედაპირზე ბაზების შექმნას გეგმავენ, მაგრამ ეს საქმე ძალიან ნელი ტემპებით მიდის. თან დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება და უამრავი კვლევაა ჩასატარებელი. NASA-სგან ვიცით, რომ მისია არტემისი უკვე აქტიურ ფაზაშია. პირველი საცდელი ფრენად შედგა. ახლა კი იმის შესახებ ღირს თუ არა მთვარეზე დაბრუნება და მისი ათვისება. პასუხი ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითია. ღირს. მაგალითად, კომპიუტერების და პროცესორების და სხვა ელექტრომოწყობილობების საწარმოებლად გამოიყენება ლითონები, რომლების დედამიწაზე იშვიათი წიაღისეულის კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო მთვარეზე ეს ლითონები დეფიციტს არ წარმოადგენს. ასე რომ თუ დავფიქრდებით, მთვარი და ლითონის ჩამოტანა ბევრად უფრო მომგებიანი უნდა იყოს, ვიდრე თავის დროზე სანელებლების გამო მოწყობილი საზღვაო ექსპედიციები. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.